Ის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარეს ლელა ცისკარიშვილს ლელა მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. დღეს თქვენ გქონდათ ბრიფინგი და სადაც ისაუბრეთ იმის შესახებ, რომ შესაბამის სერვისებს მოქალაქეები ვეღარ მიიღებენ და საფრთხე ექმნებათ კონკრეტულ ადამიანებს. რომ გითხრათ დეტალები ამის შესახებ, რაზეა საუბარი კონკრეტულად. კი ბატონო, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი თემით დაინტერესებისთვის, რადგანაც ეს დაყადაღება თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის და სხვა ორგანიზაციების თუ ფონდების, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით მხარს უჭერდნენ პროტესტს, არის კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, განწირული ნაბიჯი ქართული ოცნების რეჟიმის, რომ ყველაფრის ფასად დაახშოს პროტესტი და დაახშოს ჩვენი, ასე ვთქვათ, ერთობლივი კოლექტიური სურვილი, რომ მივიდეთ ახალ არჩევნებამდე და გავანთავისუფლოთ პოლიტიკური პატიმრები. დაყადაღებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ყველა საბანკო ანგარიში და გარდა თქვათ, ჩვენ მქონდა ცალკე საბანკო ანგარიშები, რომლიდანაც ხდებოდა ადმინისტრაციული ჯარიმის წესით დაჯარიმებული ადამიანების ჯარიმების გადახდა. ჩვენ რუსული კანონის ინიციირების დროიდანვე დავიწყეთ ხალხიდან ფულის შეგროვება. თუ გახსოვთ, დიდი კონცერტი იყო ზაფხულში სოლიდარობის, აი მაშინ აგროვდა სოლიდური თანხა. ამ თანხიდან ვიხდიდით ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული ადამიანების ჯარიმების თანხას. შემდეგ უკვე იანვრის თვიდან TBC ბანკი და საქართველოს ბანკი შემოგვეხიდნენ, ასე ვთქვათ, და მათ გადმორიცხეს 300,000 ლარი ჩვენს ფონდში, რომ გადაგვეხადა დაჯარიმებულების ადმინისტრაციული ჯარიმები. ეს თანხები ახლა დაყადაღებულია, ასობით ადამიანი ელოდება. ორივე ანგარიში დაყადაღებულია. ყველა ანგარიში დაყადაღებულია და დაახლოებით ხსეპიათ არ ხსეს 850,000-მდე ოდენობის ლარის ჯარიმები რომ დავაკონკრეტოთ, დაყადაღებულია ის ანგარიშები, რომლითაც მაგათად არ ხდებოდა ჯარიმების გადახდა. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2010 წელს არის დაფუძნებული და ჩვენ დავაფუძნეთ სახლი ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლებიც 25 წელია მუშაობთ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოში. შევარდნაძის დროს ვიცავდით შევარდნაძის სისტემის მიერ ჩაგდულ ადამიანებს, სააკაშვილის დროს ვიცავდით სააკაშვილის სისტემის დროს ჩაგდულ ადამიანებს, წამების მსხვერპლებს, უკანონო პატიმრებს, ოჯახის ძალადობის მსხვერპლებს და ვაგრძელებთ, ასე ვთქვათ, მუშაობას. ეს არის საფარი უფლებები საქართველოს, ადრე ერქვა 52 მუხლი, GCRT, ეს არის წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი, რისი თავმჯდომარეც დირექტორიც მე ვარ და თბილისის ადამიანის უფლებათა ცენტრი. ამ ორგანიზაციებმა დავაფუძნეთ ეს სახლი იმისთვის, რომ ეს ყოფილიყო მთელი საქართველოს მასშტაბით უფლებადამცველთა სივრცე და მათი დახმარების, განვითარების ხარდაჭერის სივრცე. შეგვიჩერდა ის სხვა პროექტებიც, რომელიც კავშირში არ არის ჯარიმების გადახდასთან, საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებული პროექტები, ყველაფერი შეგვიჩერდა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ჯარიმებს ვერ გადაიხდით, თქვენს ახსენეთ ეგ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაცია და ასე შემდეგ. აი კონკრეტულად რა ტიპის, ვთქვათ, ბენეფიტებს ვერ მიიღებენ მოქალაქეები თქვენი დახმარებით? კი ბატონო, ადამიანის უფლებათა სახლის, ვთქვათ, კონკრეტული იმართულებები არის უფლებადამცველების გაძლიერება, იქნება ეს ფსიქოსოციალური დახმარება, სამედიცინო მხარდაჭერა, სასტრაფო გრანტებს ვეძახით, ასე ვთქვათ, სასტრაფო ტიპის დახმარება ჭირდება უფლებადამცველ ადამიანს. ასევე გვაქვს მედიის მხარდაჭერის პროგრამები. შესაბამისად, ეს ყველაფერი შეჩერებულია ამ ეტაპზე. და რას უკავშირებთ ამ ყველაფერს, რა არის მთავარი მიზანი? თქვენ ამის შესახებ ბევრჯერ გისაუბრიათ თქვენს კოლეგებს, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ მოახსოვთ ფორმულას აუდიტორიას, რა არის მიზანი, რის გამოც ანგარიშები დაყადაღდა რეალურად? ცდელობა არის, მიზანს ვერ მიაღწევენ ამ დაყადაღებით, პატარა შეფერხება გვაქვს და აუცილებლად გადავჯგუფდებით, ახალ გზებს ვიპოვით, ერთობლივად, კოლექტივად, რადგან ეს პროტესტი არის ცოცხალი, ეს პროტესტი არის მოქნილი, ეს პროტესტი არის დაფუძნებული თანაგრძნობაზე, სოლიდარობაზე, ერთმანეთის დახმარებაზე, ხო? გყლიფავს ეს რეჟიმი დრაკონულ ჯარიმებს უწესებს ადამიანებს მშვიდობიან პროტესტის გამო. ადამიანებს აქვთ სოლიდარობის განცდა და რიცხავენ ფონდებში ფულს, რომ ეს ფონდები დაეხმარონ ადამიანებს. აი, უნდათ ამ ჯაჭვის, ასე ვთქვათ, ჩაჭრა ვერ შეძლებენ, იმიტომ მათ მხარეს არის მხოლოდ აი შინაარს გამოცლილი უსულო ძალაუფლება, რომელიც დგას სხვის სიძულვილზე, ავტორიტარიზმი ამებზე დგას შიშზე, ბრაზზე, განსხვავებული აზრის სიძულვილზე და განსხვავებული აზრის, ასე ვთქვათ, რეპრესიის სურვილზე. და თავისუფლება, დემოკრატია, სილაღე ვუყურებთ, ხო რა ხალხია ქუჩაში გასული, დგას თავისუფლებაზე, ხო და თავისუფლებას
ძალის გამოყენებით ვერ ჩაახშობენ. აუცილებლად გამოინახება რაღაც გზები და ჩვენ ადამიანის უფლებათა სახლი, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დავაფუძნეთ, რომლებიც ჩართულები ვართ ამ დიდ საპროტესტო პროცესში, გვერდზე ვიდგებით ჩვენი მოქალაქეები. თქვენ ახსენეთ, რომ აუცილებლად გამოინახება ეს გზები. ამაზე უკვე თქვენ გაქვთ ნამსჯელი, გაქვთ კომუნიკაცია სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და რამდენად მარტივი შესაძლოა იყოს ალტერნატიული გზების მოძებნა ამ შემთხვევაში. არსებობს კი რაღაცა მონახაზები გვაქვს, მსჯელობთ. არ ვამბობ, რომ მარტივი იქნება, მაგრამ აუცილებლად იქნება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ სიცოცხლით სავსე არის ეს პროცესი და ეს პროტესტი და თანაგრძნობას ძალით ვერ ჩაახშობ, ასე ვთქვათ, ემპათიას ძალით ვერ ჩაახშობ. შესაბამისად, ეს ბუნებრივი ბიძგი, ასე ვთქვათ, დიდ პროტესტში ჩართული ადამიანების და არ არის აუცილებელი გვესმის, რომ ცოტა ადამიანი დგას 300 ადამიანი კეტავს ქუჩას, არ არის, მხოლოდ რუსთაველი არ არის პროტესტი, მთელი ქვეყანა არის სხვადასხვა ფორმით ამ საპროტესტო მოძრაობაში ჩართული და აუცილებლად გამოინახება გამოსავალი ამ დაყადაღებიდან. თქვენ დღევანდელ ბრიფინგზე თქვით, რომ ჩაგბარდათ განჩინება, ამის შესახებაც რომ გითხრათ უფრო მეტი. ბატონო. განჩინებაც იცით რა, განჩინების როგორც არის აწყობილი, ესეც მახასიათებელია ავტოკრატიული რეჟიმებისა. თქვათ, იქ არის მოყვანილი მოძრაობა სირცხვილია, რომელიც საერთოდ აღარ არსებობს, თურმე გააკეთეს მათ განცხადება, ხო? ოქტომბრიდან აღარ არსებობენ და ნოემბრიდან მოყოლებული არის, თქვათ, ეს განჩინება. გვედავებიან მტრული ქვეყნის ინტერესების გატარებას და მე მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ დღესდღეობით საქართველოში მტრული ქვეყნის ინტერესებს ატარებს ივანიშვილის რეჟიმი და ქართული ოცნების ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ სულ ინტერესს ატარებს საქართველოში. ძალადობრივი დაჯგუფების ხელშეწყობას გვედავებიან თორსები, არ ვარ მე იურისტი, ზუსტი მუხლები არ ვიცი, მაგრამ შინაარსი არის ეს და ესეც მართლაც რომ აი ილუსტრაციული, ასე ვთქვათ, რომ ავტორიტარული რეჟიმი ზუსტად ესე იქცა. ეს არ ახალია, ასე იყო რუსეთში, ასე იყო ბელორუსში. ერთ-ერთში გადმოაქვთ, ასე ვთქვათ, ის მოქმედებები, რაც უკვე განხორციელებულია. თუმცა ვერ აცნობიერებენ, ვთქვათ, აი ჩვენ მხარეზე ვლაპარაკობთ მთლიანად საქართველოს მოსახლეობაზე, იმიტომ რომ ილუზიას გვიქმნიან, რომ პოლარიზაცია. სინამდვილეში არ არის პოლარიზაცია. უახლესმა კვლევამაც გვაჩვენა, რომ პროტესტს აქვს 65%-იანი მხარდაჭერა და 80%-მდე მოსახლეობის მხარს უჭერს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, მათ შორის ქართული ოცნების ელექტორატიც უჭერს ამას მხარს. გვიქმნიან ილუზიას, რომ ვართ პოლარიზებულები. არა ვართ პოლარიზებულები, უბრალოდ ერთ ჯგუფს უნდა მიიტაცოს სრულად ძალაუფლება და ხელისუფლება ამ ქვეყანაში და მართოს რაღაცა შერეული სტილი, როგორც კრიმინალური დაჯგუფება იმართება, აი ამ კრიმინალური სტილით, ასე ვთქვათ, როგორც რუსეთში ვხედავთ, ხო, რომ კრიმინალი და ხელისუფლება აბსოლუტურად გაერთიანებული, აი ამ გზით უნდა წაგვიყვანონ. ლელა, ჩვენ ხშირად საუბრობთ იმის შესახებ, რომ აი საქართველოში, ვთქვათ, რუსეთი ვერ იქნება, ბელარუსი ვერ იქნება, თუმცა იგივე ახსენეთ თქვენ, რომ ეს მეთოდები გამოიყენება სწორედ ამ სახელმწიფოებში, სადაც ავტორიტარი ლიდერები მართავენ სახელმწიფოებს. პრინციპში ჩვენ ვხედავთ ამგვარ მეთოდებს, როგორ იყენებს ივანიშვილის რეჟიმი. რაღაც არჩა პრინციპში. ზუსტად ანუ ასე ვთქვათ, მათი მენტორებიც იქიდან არიან, მათი ინსტრუქტორების თქვათ იქიდან არიან, ხო? როდესაც ჩვენ მაგალითად წამების მეთოდოლოგიის კვლევას ვაკეთებდით ნოემბერ-დეკემბრის პერიოდის, ძალიან მსგავსია ბელორუსში, როგორც აწამებდნენ ადამიანებს, მსგავსი მეთოდებია გამოყენებული. გამოვაქვეყნეთ ჩვენ სულ კვლევას სულმან. რასაკვირველია, ერთმანეთში ლაპარაკობენ და რასაკვირველია, ვთქვათ, დარწმუნებული რაკაც არიან რუსი ინსტრუქტორები, რომლებიც ინსტრუქციებს გასცემენ, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას გასცემენ ინსტრუქციებს. მათი სახელმძღვანელო ერთია, მაგრამ აქეთ ვართ საქართველოს მოსახლეობა და სასტარტო პირობები. ეს ქვეყანა მიდიოდა ევოლუციური გზით ევროპისკენ და ნელ-ნელა ჩაგვიხშეს ეს კარები. რუსეთი და ბელორუსი არასოდეს არ გამოსულა პოსტსაბჭოთა მდგომარეობიდან. იქ არც დამდგარა, ვთქვათ, ძალიან მოკლე პერიოდი იყო რუსეთში დემოკრატიის. იქ არასოდეს არ დამდგარა ეს სიტუაცია, რომ სრულად წასულიყო დემოკრატიის გზით დაეწყო სვლა. ან ერთ ქვეყანას, ან მეორეს. პუტინი არის 25 წელი, ლუკაშენკო არის საბჭოთა კავშირის ჩამოშლის შემდგომ. ჩვენ მივდიოდით ევოლუციურად ევროპისკენ. ჩვენს კონსტიტუციაში არის ჩაწერილი, რომ ჩვენი გზა არის ევროპა. 28 ნოემბერს კონსტიტუციის ფარგლების გარეთ გავიდა კობახიძე და ქართული ოცნების რეჟიმი, როდესაც ჩვენ ჩაგვიკეტეს ეს კარი, ხო? შესაბამისად, თქვათ, ეს სასაცილოა ეს განჩინებაშიც წერია, რომ ჩვენ კონსტიტუციურ წესწყობილებას
ვამხობთ ქართული ოცნების რეჟიმი არის სინამდვილეში ის ორგანო, რომელიც, ასე ვთქვათ, გასულია კონსტიტუციიდან და გადაგვახია საქართველოს მოსახლეობას ეს კონსტიტუცია. და კი გავსაუბრობთ მსგავსებებზე და ამ რეპრესიულ მიდგომებთან მიმართებაში. მაინტერესებს ელოდებით თუ არა უფრო რადიკალურ ზომებს, მაგალითად ნანუკა ჟორჟოლიანმა რამდენიმე დღის წინ მის დაკავება არ გამორიცხა. ამ მიმართულებითაც შესაძლოა საქმე იქამდე მივიდეს, რომ კონკრეტული ადამიანები დააპატიმრონ. წამსვლელები არიან. კიდევ ერთხელ ვიძახით, უნდათ შიშის დათესვა. შიშის გარეშე დიქტატურა ვერ ოპერირებს. ამათ უნდათ რომ დაგვაშინონ. არ გვეშინია, ყველაფერზე წამსვლელები არიან. დღეს ვნახეთ, რომ ლიტვის მოქალაქე, რომელიც 15 წელი აქ ცხოვრობს, არ შემოუშვეს და მცირეწლოვანი შვილები ყავს აქ, ხო? არ შემოუშვეს. ესეც არ ახალია და იგივე ხდებოდა რუსეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში. ანუ მათ, ასე ვთქვათ, სახელმძღვანელო წიგნში შემდგომ ნაბიჯად შეიძლება ეწეროს ვიღაცების დაპატიმრება. აგერ ვხედავთ ესეც ასე მზიამაღლობელი ზის კაცმარიცის რაზე და ასობით ადამიანი ყავს ნაწამები და ერთი პირი არ არის პასუხისგებაში მიცემული, ვინც აწამებდა ახალგაზრდა ადამიანებს, ყველა ტელევიზია და ყველა სოციალური მედიის საშუალებით ამას ვხედავთ. პირიქით გედედეს უფროსმა медали მიიღო, გომელაურმა медали მიიღო, ესეც არის ავტოკრატიის პუტინი აჯილდოვებს კადიროვს. ჩვენთან ჯილდოვდება გომელაური და ხარაზიშვილი. ეს ხო, იცით რა არის? განსხვავება არ არსებობს ხოლმე, ძალიან მსგავსი არის ავტოკრატიები. და ამიტომაც არის მათი მოქმედებები მსგავსი, თქვა საქართველოს იქნებას თუ რუსეთში და თავისუფალი ადამიანები არიან მრავალფეროვნები, განსხვავებულები, კამათი არის უთანხმოება და ვერ ჩასვავ ერთ ჩარჩოში თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. ჩვენს კითხვას პასუხობდა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარე ლელა ცისკარიშვილი.